ცხოვრებაში რისკებისგან სრულად დაცული არავინა, სწორედ ამიტომ დაზღვევა უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სადაზღვევო სექტორი ბოლო წლებში მზარ დინამიკას აჩვენებს, დაზღვევის კულტურა კვლავ განვითარების ეტაპზეა. ამას სტატისტიკაც ადასტურებს, მაგალითად, სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 21% სარგებლობს, ხოლო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით 8%-ია მხოლოდ დაზღვეული. ხვალ საქართველოში დაზღვევის დღე აღენიშნება, რომლის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კვირეულის განმავლობაში არაერთი აქტივობა იმართება. დღევანდელ ღონისძიებაზე კი სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. და საკითხებზე გაკეთდა აქცენტი და როგორია სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების მიმდინარე ეტაპი, ამ თემებზე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის ამსახურის უფროსთან დავით ონობრიშვილთან ერთად ვიმსჯელოთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დაზღვევა არის თემა, რომელიც ამოუწურავია, რომელზეც დაუსრულებად შეგვიძლია ვისაუბროთ და რომელსაც გამოწვევებს მსოფლიო გლობალურ რეალობაში, გამოწვევებთან მიმართებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაგალითად ჰორმუზის სრუტე მაჩვენა, რომ გემი, რომელიც დაზღვეული არ არის, ასეთ გემს უბრალოდ ახლოსაც კი არ იკარებს არავინ, მათ შორის პროდუქცია თუ არა დაზღვეული. ეს კიდევ ერთი ასტორია, რამ ხელა მნიშვნელობა აქვს ზოგადად დაზღვევას, მაგრამ რამდენად გიაზრებთ საქართველოში ამას, ამ თემაზე დავიწყოთ ჩვენი საუბარი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დაზღვევის დღე აღენიშნება და შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას საკუთარ თავსაც ვკითხოთ, მათ შორის რამდენად აქტიურები ვარ დაზღვევის მიმართულებით და რამდენად იაზრებს საქართველოს მოსახლეობა, რომ დიახ, დაზღვევა ძვირია თუ იაფი, ამასაც შევეხები აუცილებლად, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად ძალიან ბევრი ხარჯი წინასწარ გათვლით, თავიდან ავიცილოთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. 2 მაისი არის დაზღვევის დღე, უკვე მეხუთედ ვატარებთ ამ ღონისძიებას და მართალი გითხრათ, უკვე მეტნაკლებად საზოგადოებამაც იცის და ეს კიდევ უფრო გაუჯდება მას მომავალ წლებში, როგორც გავაგრძელებთ ამას და ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს 2 მაისი შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ პარლამენტმა მიიღო კანონი დაზღვევის შესახებ 1997 წელს 2 მაისს და ამიტომ ეს დღე იქნა შერჩეული აღსანიშნავად. უკვე 29 წელი გავიდა, რაც ეს კანონი არსებობს და ცხადია, მაშინ დამოუკიდებელი საქართველოს თავისუფლების დამოუკიდებლობის აღდგენიდან რამოდენიმე წელი იყო სულ გასული და მას ჩანასახი იყო ამ დაზღვევის და დღეს მრავალფეროვნება არის, ცხადია ჩვენ განვითარების დონეზე ვართ, ორი აზრი არ არის, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ვითარდება საქართველოს სადაზღვევო ბაზარი. გეტყვით ბოლო 10 წლის ციფრებს, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია 2016 წელს დავამრგვალებ და გასამახსოვრებელი იქნება 400 მილიონი ლარის ფარგლებში იყო მთლიანად სადაზღვევო პრემია. ანუ დაზღვევაში პრემიას ვეძახით შემოსავალს სადაზღვევო კომპანიებისათვის ერთობლიობაში. ანაზღაურებული ზარალი? არა, მივალთ, მაგრამ 2016-ზე ვამბობ და 2023-ში პირველად გადალახავ 1 მილიარდიანი ზღვარი და 400 იყო 2016-ში და 2025-ში, ანუ 10 წლის შემდგომ 1.4 არის უკვე ეს. ეს ზრდა არის 300% 10 წელიწადში. ნებისმიერ ეკონომიკურ სფეროში მით უმეტეს ფინანსურში ეს არის ძალიან სწრაფი განვითარება. ეს ცხადია თვითდაკმაყოფილების მომენტი არ არის, იმიტომ სადაზღვევო კომპანიები არის 19 ბაზარზე, კონკურენცია მაღალია, მაგრამ რამდენადაც თავის დროზე ჩანასახი იყო, დღეს უფრო მეტი საშუალებები აქვს განვითარების და პოტენციალი კიდევ უფრო მეტია. ამიტომ ხელფასებიც მზარდია სექტორში, კონკურენტუნარიანია, ესე იგი სადაზღვევო სფერო გამორჩეულია, რომ სპეციფიურია, ასე ვთქვათ, თუ საბანკო საქმე იცი, ეს არ ნიშნავს, რომ სადაზღვევო იცი. და ამიტომ აქ განათლების კუთხით არის გარკვეული პრობლემები და გვინდა მომავალი წლები ამას მივაქციოთ ყურადღება, ცალკეული საგნები ისწავლება, მაგრამ არ ისწავლება რაღაც როგორც კურსი მთლიანად ან დიპლომში რო ეწეროს დაზღვევის სპეციალისტი ან ამდაგვარი არ არსებობს ესეთი რამ. რაც შეეხება ეს შემოსავლები 1.4 მილიონი არის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.35%, რაც ბოლო დროში სტაბილურია, მცირედ გაზრდილიც არის და ეხლა განვითარებულ ქვეყნებში მინიმუმ
2-3%-ია და ჩვენ აქეთკენ შეგვიძლია წავიდეთ, თუნდაც იმიტომ თქვენს და საზოგადოებას კარგად მოეხსენებათ, მაგალითად ავტომობილის ფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა. რომელიც ბაზარს ჩვენ დაახლოებით ვითვლით 250-300 მილიონის ფარგლებში, ანუ რაც ნიშნავს ბაზარი ამ კანონის განხორციელების და აღსრულების შემთხვევაში ავტომატურად 20-25%-ით გაზრდის ამ მაჩვენებელს. ამ პერიოდში გაზრდილია წინა წელს 20-25-ის შემაჯამებელი ციფრები მოვიტანე. გაზრდილია წინა წელთან აქტივები, კაპიტალი, სადაზღვევო მოგება, წმინდა მოგება და ყველა პარამეტრი. თვითონ კომპანიების ჯამობრივი რომ ავიღოთ. რაც შეეხება ყველაზე დიდი თქვენ ახსენეთ და ყველაზე დიდი ამ ბაზარის სტრუქტურაში ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, წილი აქვს სამედიცინო, ანუ ჯანმრთელობის დაზღვევას 53%-ია. და ეს ცოტა არაორდინალურია დაზღვევისათვის, იმიტომ რომ ის მესამე პირის არა გვაქვს, რომელიც სხვა ბაზრებზე მაღალი დონე უჭირავს. და ამიტომ 53, ანუ 600 მილიონი ლარის პრემია არის შემოდის, ასე ვთქვათ, სადაზღვევო პოლისების მეშვეობით და ეს მზარდია ბოლო წლებში, საკმარისად მზარდია და ეს ნიშნავს, რომ იმ პროდუქტს, რასაც სადაზღვევო კომპანიები ჯანმრთელობის დაცვისში რასაც თავაზობენ, აქ არის ლიდერია GPI 24%, იმედიელი, ARDI, TBC, benefit ყველა კომპანიას თავისი, ასე ვთქვათ, რამდენიმე ვარიანტიანი აქვს და შესაბამისად მიესადაგება ხოლმე მომხმარებელი უკვე ირჩევს რომელია მისთვის ფასითაც მისაღები და სერვისებისაც მისაღები. ანუ ეს მზარდობა ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიები უკვე კარგ პაკეტებს თავაზობენ და მოსახლეობა ამას იღებს. სადაც 600 მილიონში ზუსტად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ არის ჩვენთვის ცნობილი, დიდი ნაწილი არის კერძო ფული, ანუ ადამიანების თავის შემოსავლებიდან, ხელფასიდან მიღებული ფული. თუმცა ნაწილი, რა თქმა უნდა, ტენდერებს ატარებენ დიდი სამინისტროები, ვთქვათ, ძალონების სხვების, სადაც ბიუჯეტიც მონაწილეობს, ანუ ისინი ცალკე დებენ თავის მომსახურეთა ნაწილს ამთლიანად უხდიან. მაგრამ დიდი ნაწილი ეს კერძო ფულია და ამიტომ რიცხვები ადასტურებს, რომ ბაზარი სწორად ვითარდება, ერთი აზრდა რა თქმა უნდა შეუძლებელი არ დაგეთახოთ, რომ 300%-იანი ზრდა როდესაც გვაქვს ბაზრის, ეს ძალიან დიდი ნაწილია, მათ შორის შემოსავლების გულისხმობ. მაგრამ რამდენად სწორად ვითარდება, მათ შორის თუნდაც აი ეს ნაწილი, როდესაც ავტომობილების დაზღვევა სანამ შემოვა მესამე პირის პასუხისმგებლობა 7%-ის ფარგლებშია. შეიძლება თუ არ, როდესაც ქვეყანაში ყველაფერს თავი დავანებოთ, ბოლო მონაცემები არ მახსოვს, თუმცა მილიონზე მეტი ავტომობილია, ხო? აი ამ სიტუაციაში კი ბატონო. ხო, აი ამ სიტუაციაში რამდენად ადეკვატური მაჩვენებლებია ავტომობილების დაზღვევის თუნდაც პროცენტული ნაწილი და ეს ხომ არ არის განპირობებული თვითონ სადაზღვევო კომპანიების მომსახურების ხარისხით. თქვენ ამ მიმართულებასაც მითაც უწევთ კონტროლს სადაზღვევო კომპანიებს, ამიტომ საინტერესოა თვითონ მომსახურების კუთხით თუ გაიზარდა სადაზღვევო ბაზარი და დღეს გაცილებით უფრო მოქნილები ხომ არიან თუ არა მომხმარებელთან ურთიერთობის ნაწილში. ზოგადად ცხადია, ბევრად უკვე სრულყოფილები არიან კომპანიების ნაწილი, ყველაზე ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, განვითარებულია ციფრული ტექნოლოგიები, ძალიან რამოდენიმე კომპანიას, მაგალითად იგივე ავტომობილების დაზღვევა, ოღონდ აქ მესამე პირის კი არ მთლიანი დაზღვევები, ვისაც აქ კასკო და ამ ტიპის მაგალითად თუ რაღაც დიდი დარღვევა რა თქვა საქარე მინა დაიმტრა ან რაღაცა საერთოდ დისტანციურად ხდება ყველაფერი ანუ თქვა კომპანია ეუნება რომ გადაუღეს სურათი გადაუღებ, გაუგზავნი და იმავე დღეს ფაზა შეთანხმება ხდება რა თქმა უნდა და იმავე დღეს უჯდება კლიენტს ანგარიზე. ეხლა ეს ბევრ ქვეყანაშიც კი არ არის ესეთ დონეზე. ანუ კომპანიები აქცევენ, ჩვენ მინიმუმს ვეუნებით რომ განავითარონ ჩვენ ზედამხედველები ვარ და ამ კომპანიებს ყველა მიმართულებით ვეუნებით როგორ უნდა განვითარდნენ ზოგს არ ჭირდება მაგრამ ჩვენ გარკვეულ სტანდარტებს ვავძლევთ და ეს სტანდარტები არის
საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტები, ოღონდ უცბად ეხა ევროპისთან რაღაც ამერიკის სტანდარტს არ ეძლევა რაღაც შუალედური, რომ განვითარების დრო და ვადები მიეცეს და შემდგომ ისინი ამას უახლოვდებიან. და შესაბამისად ეს დიჯიტალიზაცია, კლიენტებით მაღალი კონკურენცია, ეხა წარმოიდგინეთ 19 კომპანია ესეთ ზომით პატარა ქვეყანაში და მცირე ბაზარი არის. ეხლა ამ ტიპის ქვეყნებში საშუალოდ თქვა 10-12 კომპანიას საკმაოდ მეტია, მაგრამ ჩვენ ამას რაღაც ხელოვნურად არ ზღუდავთ ახლა, რომ მაგალითად გამოვაცხადოთ, რომ კაპიტალი გაორმაგდება ერთ წელიწადში და აბა შეავსე და ეს ხადია ვიღაცებს პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ ეს არ არის საჭირო, იმიტომ რომ ამის დროს მოვა თავის დროზე, ესედაც ესე მოხდება, ბროკერები ვითარდებიან, ეს საშუალო საქმიანობა. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ მომხმარებელთა უფლებების დაცვას, რომ მომხმარებელია მთავარი და ფინანსურ განათლებას, ანუ ამ შემთხვევაში დაზღვევის მიმართულებით განათლებას. ზოგადად ამ სფეროში ჩართული ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 5000 ადამიანია და ეს 2 მაისი მათი პროფესიული დღეც არის. რიგი ღონისძიებით დღეს იყო, იმიტომ რომ პარასკევია და ხვალშაბათს არის რეალურად 2 მაისი დაზღვევის დღე და მათი პროფესიონალური ასე ვთქვათ ზეიმიც არის და დღეს ყველა კომპანია ესწრებოდა რამოდენიმე წარმოადგინა ჩვენ შეხვედრაზე თავისი ახალი პროდუქტები, ჩვენ გვაქვს სამეთვალყურეო საბჭო, სადაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არის პაატა კვიჟინაძე, ხელმძღვანელი ესწრებოდა მოგესალმა 4 მინისტრია, აქედან ვინც იყო საქართველოში, იმიტომ რომ ნაწილი ლონდონში არის და რაღაც ნიუსები იქიდანაც იქნება ალბათ. მოგესალმა მიხეილ სარჯველაძე და დავით სონღულაშვილი. იმიტომ რომ ის მინისტრები არიან და იმ სფეროებში, სადაც დაზღვევა ვითარდება. ხა ჯანდაცვა გითხარით, პირველი ცხადია ჯანმრთელობის კუთხით, ჯანდაცვის სამინისტრო საკმაოდ დაინტერესებულია, იმიტომ რომ არის საყოველთაო, არის კერძო სადაზღვევო კომპანიები და ეს რაღაცა მოდელი ალბათ კიდე გაუმჯობესება შეიძლება. ეხლა ამაზე ვერ მოვასწრებთ საუბარს და მიდის ეს საუბრები და აგრარულ სფეროშიც დაზღვევა, აგროდაზღვევა ძალზე მნიშვნელოვანია და რაც შეეხება თვითონ ფინანსურ განათლებას, ჩვენ ყველანაირი კუთხით ვცდილობთ ცნობიერება ამაღლდეს. აი ხლა ჩვენ სამსახურმა დაამზადა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც ხელმძღვანელობ, უშვებთ თქვენ ეთერშიც იმედზეც რუსთავში, სადაც სოციალური რეკლამა შეიძლება. მომზადდა 1-2 ასე ვთქვათ კლიპი, რომელიც მარტივად ხსნის გარკვეულ რატო უნდა კონდეს დაზღვევა და თან ისეა გაკეთებული ანიმაციურია, რომ არ ვიცი 10 წლის ბავშვიდან დაწყებული ყველა ამას მიხვდება და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ადამიანი ფიქრობს, რომ ეხა რა ჯანმრთელობა კიდე ესმის და უნდა კონდეს, მაგრამ ხშირად ახლა ქონების დაზღვევა ხო რატო უნდა დავაზღვიოს სახლი, ეხლა მეზობელი როდის შეეშლება და რაღაც ონკას დატოვებს, ან მე ვკეტავ ონკას და არ გაუშვებ ამ წყალს და ესეთი მომენტი უცხოეთში საერთოდ არ არის. უცხოეთში ხშირად უკვე ისეთ დონეზეა და განვითარებულია, რომ დაზღვევა რო არა აქვს არ მითხრა ხა თქვა რომ ნერვოზი აქვს, მაგრამ ადამიანები არიან რომ დისკომფორტ ზნობენ, რომ არა აქვს მანქანა დაზღვეული, საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია, სახლი არ კონდეს დაზღვეული, იქ რაღაცა დაზღვეული, აი უამრავი პროდუქტია და ადამიანის ჩვენ წაგვიკითხეთ და უცხოეთშიც რო დავდივარ, გვეუბნებიან რომ რაღაცა კატეგორია ადამიანები საერთოდ ყველაფერს აზღვევენ. ეხლა ამაზე არ არის აქ საუბარი, აქ საუბარია რომ ელემენტარული რაც მართლა კარგია, იმიტომ რომ რა შვება დაზღვევა. უცხოეთში ამას ინვესტიცია თვლიან და გარკვეულწილად სოციალურად დაცულობას, იმიტომ რომ შენ რომ რაღაცა შენი თქვათ იაფასიანი მანქანით სერიოზულ მანქანას დაარტყა, რომელიც ზვირიღის თქვათ 50,000, 100,000 შენ მოგიწევს და ის დაზღვეული იქნება ცხადია ძვირიან მანქანებს თითქმის ყველა აზღვევს თავს იცავს და სუბუქ არაძვირიანებს უფრო არაზღვევენ თვლიან რომ ეხლა ეს აუცილებელი არ არის მაგრამ კოლიზიის დროს შენ თუ დამნაშავე ხარ და ეს ხშირია ესეთი შემთხვევა იაფასიანი მანქანის ის სადაზღვევო კომპანია იმ Mercedes ან რაც იქნება ნებისმიერი მანქანა ძვირიანი იმას შეაკეთებს და რაც შეაკეთება იმ ფას მე
მიდის და უნდა ამოიღოს ვინც იყო დამნაშავე და ეს ადამიანი ახლა ცხადია ვერ შეულობს მე ამ ფულს ამ ბანკიდან უნდა ისესოს ნათესავი შეაგროვებს რა ვიცი უამრავი პრობლემა ექნება ადამიანს უცბად დაზღვევა ის არის რომ შენ არასდროს ესეთი პრობლემა წინ აღარ დაგიდგება იმიტომ დაზღვევა გადაიხდის შენს მაგივრად და შენ წელიწადში ნუ არ ვიცი წელიწადში ახლა ვერ ვიტყვი მაგრამ დაახლოებით მესამე პირის როცა იქნება მთლიან წელიწადში 200-250 ლარის ფარგლებში საშუალო ავტომობილი დღევანდელი გათვლებით. ანუ დღეში გამოდის ლარი. წარმოიდგინეთ, რომ ლარზე ნაკლები თუ მესამე პირი შემოვა, რომ შენ მუდმივად თუ შენ დამნაშავე არ ახარ, შენ მანქანას ყოველთვის ვიღაცა შეაკეთებს, ისე რომ შენი ფული ერთი ლარი არ დაიხატო. და ჩვენი საუბრის ბოლოს მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და მისი რეალობაში მიღება უკვე ძალიან ბევრ არამხოლოდ სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებას, კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ თვითონ სოციალური კუთხით და ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. თუმცა მთელი ეს წლები რეალურად ამ გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდა სახელმწიფო. ეხლა რა ეტაპზეა და რამდენად უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ამჯერად მაინც დაუშვათ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება. როგორ გითხრათ, ესე იგი მოლოდინი მართლა მეც პირადად იყო მომენტები, რომ აი ახლა შევა პარლამენტში დაიწყება. ნუ რაღაცა მიზეზთა გამო ეს მე არა ვარ დეტალურად საქმის ყურში რა გადაწყვეტილებები უდევს საფუძველს, მაგრამ იმდენად მომზადებულია იმ კანონს ეხა რაც მომზადებულია შეიძლება აი რაღაც 1%-ის ცვლილება ჭირდებოდეს იმას რამოდენიმე დღეში მიუსადაგებ თუ რამეა საჭირო პრინციპში მზად არის და მე მაინც მგონია რომ წლის ბოლომდე ანუ თუ ეხლა საგაზაფხულოზე ალბათ არა და საშემოდგომაზე მგონია რომ მაინც შეტანილი იქნება ეს კანონი რო გითხრათ თუ ეხლა წინააღმდეგია რომ სამინისტროებშიც უკვე ფაქტობრივად გავლილია იქ რაც კომენტარები იყო პრაქტიკულად ეგეც თითქოს შეჯერებულია ნუ რაღაც საბოლოო შეჯერება ჭირდება და ამის შემდეგ უნდა შევიდეს პარლამენტში ნუ აი ესეთი მდგომარეობა ახლა დანარჩენი ხა ჩვენ კომპეტენციის გარეთ არის სამსახური. ძალიან დიდი მადლობა. გილოცავთ ხვალინდელ დღეს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენთვის, ზოგადად მთლიანობაში დაზღვევის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ამ პროფესიული დღის აღნიშვნა და შესაბამისად ვისურვებდი მე პირადად რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაზღვეული ჩვენს ქვეყანაში ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ დაზღვევის ქონა ეს იმედ დაცულობას ნიშნავს. აქ ხა მე სპეციალურად არ გავამახვილე ყურადღება ფასის ნაწილზე, იმიტომ რომ ფასზე ძალიან ხშირად არის ხოლმე დავა, რამდენად ძვირია თუ იაფი პროდუქტი, თუმცა დაზღვევის შემთხვევაში ეს შესაძლოა იმდენად მნიშვნელოვანი იყოს საბოლოო შედეგი, რომ აი ეს პრობლემები, რომელიც ფინანსურ ნაწილში შეიძლება მოქალაქე შეექმნას, ამ მიმართულებას მისგან თავი დაიცვას ერთგვარად. მაგრამ ეს სხვა გადაცემებში საუბრის თემაა, წარმატებებს გისურვებ. დავით ანაბრიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ინტერვიუს სტუმარი.